402 ბრუნი და მსოფლიო რეკორდი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყლუთის მცხოვრებმა 25 წლის არტაშეს ელბაქიანმა ძელზე ტრიალში გინესის რეკორდი მოხსნა. ახალგაზრდა სპორტსმენის მხარდასაჭერად მოსახლეობა ახალციხის ციხის ქვედა ნაწილში შეიკრიბა, სადაც რეკორდის დასამყარებლად ჰორიზონტალური ძელი იყო დამონტაჟებული. რეკორდსმენს გეგმაში 300 ტრიალის გაკეთება ჰქონდა, თუმცა დაგეგმილს 102-ით გადააჭარბა. Ai asat ashkatsevs uzrbis mesxetis madliani mitsa. Iamaqet shenit. Mogat shensi ar dautova albat ramodenime ათეული წელი ვეღარ დავეცევა, რა ვიცი. ორი წელი ამზადება, არაფერ ვაფშე. მომგზავრდები ძნელი არაფერ. ძელზე წინ მიმართულებით ტრიალში რეკორდი 2011 წლის 7 აპრილს ერევანში სომხეთის მოქალაქემ რომან შარატიანმა დაამყარა. მის მიერ შესრულებული ტრიალის რაოდენობა მას 52 ერთეული შეადგინა. საქართველოს რეკორდების ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, დღევანდელი სპორტული ნომერი გაცილებით დამაჯერებელი იყო და შესრულების მეტი სირთულით გამოირჩეოდა. არტაშეს ელბაქიანის რეკორდი ფედერაციამ ადგილზე დააფიქსირა და სპორტსმენს რეკორდსმენის დამადასტურებელი სერტიფიკატი და медали გადასცა. მკვიდრმა არტაშეს ელბაქიანმა გააუმჯობესა მნიშვნელოვანი რაოდენობით, გადააჭარბა ორმაგ რაოდენობას და ასევე აღსანიშნავია, რომ ის უფრო გაცილებით რთული შესრულების მანერით გამოირჩეოდა არტაშესის გამოსვლა და ჩვენ ადგილზე დავადასტურეთ მსოფლიო რეკორდი, ასევე გადაუგზავნით შესაბამის ორგანიზაციებს, შესაბამის დოკუმენტაციას და ხელმოწერილ დოკუმენტს. ახალგაზრდა სპორტსმენს დღესვე ახალციხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისგან სიგელი და ფასიანი საჩუქარი გადაეცა. ეს ჩვენთვის საამაყო ფაქტია, აღნიშნა გამგებლის მოადგილე მაშოტ მანასიანმა. ეს არის ერთადერთი სილამაზე ჩვენი ქალაქისთვისა, ჩვენი სამშობლოსთვისა, რომ ჩვენი ახალციხის მუნიციპალიტეტმა გაამყარა მსოფლიო რეკორდი და მაღაზე კარგი ახლა სხვა ვეღარაფერ ვერ ეტყვი, იმიტომ რომ ვარ ყველა ძალიან გახარებული ყველანი. სამომავლოდ არტაშეს ელბაქიანი საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემთა ბაზაში შევა და მას მსოფლიო რეკორდსმენად აღიარებენ.